აფხაზეთის უმაღლესი საბჭო თავისი დეპუტატებისა და თანამშრომლების მეშვეობით ქმნის ფონდს, უпростоრით შექმნილია ფონდი, რომელიც იხარჯება სურსათო პროგრამის განხორციელებისათვის, ძირითადად მოწყვლადი მოსახლეობისათვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შემოგვეხმიანა აქაური თემის ხელმძღვანელობა, ლიდერები და გთხოვეს, რომ ამ კულტურის ცენტრში მოგვეწოდებინა საბიბლიოთეკო ფონდის შემსებისათვის წიგნები, ბავშვთა ინვენტარი, ტელევიზორი, სხვა ინვენტარი, რომელიც სპორტული ინვენტარი იქნება თუ დასაჯდომი პატარა პუფები და ასე შემდეგ, რომელიც ახალგაზრდებს რაც მოტივაციას და განწყობას შეუქმნის. მე ვფიქრობ, რომ როგორც დღეს თქვა ეს რაღაც გააძლიერებს იმ ურთიერთობას და იმ კონტაქტებს, რომელიც ჩვენსა და მოსახლეობის შორის უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის თანადგომა, რომელიც ჩვენ გვაქვს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ამ შემთხვევაში ხონის ხელმძღვანელობასთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად გაგრძელდება და წარდგება ეს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ესევე დევნილ საზოგადოებას. აფხაზეთის უმაღლეს საბჭო დღეს ჩვენს დასახლებას, დევნილთა დასახლებას ეწვია და ეწვია არა მარტო ესე ვთქვათ, რომ მოუკითხა ჩვენი პრობლემები, არამედ თავიანთი პატარა წვლილი შეიტანეს ჩვენი დევნილებისათვის, გარკვეული საჩუქრები ბავშვებისთვის გადმოეცა, ასევე ადგილობრივი ბიბლიოთეკის წიგნები გადმოეცა. თქმა უნდა, ეს არის ძალიან მისასალმებელი ფაქტი, მე მადლობა მინდა მათ გადაუხადოთ და ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობით კიდევ უფრო და უფრო მეც მივაღწევთ, რომ უფრო და უფრო კომფორტულად იგრძნოთ ჩვენი დევნილ მოსახლეობამ ჩვენს დასახლებაში თავი. ეს არის მართლაც წინასააღდგომო აქცია, ჩვენი ცნობილი ფონდი, სოციალური სოლიდარობის ფონდი, ჩვენ გუშინ თბილისში დავარიგეთ პროდუქტები ერთ-ერთ დიდ ჩასახლებაში. დღეს აგერ ზუგდიდში ვართ, მოვდივართ ხონიდან. ხონში მოგეხსენებათ ძალიან დიდი დასახლება დევნილების. მათი თხოვნით იქ ჩავიტანეთ ჩვენ, მათ აქვთ კულტურის ცენტრი ბავშვებისთვის მოწყობილი შესანიშნავი და იქ ჩავიტანეთ ტელევიზორი, უფები, ჩავიტანეთ ლიტერატურა, საკმაოდ საინტერესო ლიტერატურა იქ ბიბლიოთეკისთვის და მთელი რიგი რაღაც ნივთები, საჩუქრები ბავშვებისთვის. აქ მოგვაქვს პროდუქტები. ახლა აქედან მოვდივართ ზედაეწერში, იქ ერთ-ერთ ჩასახლებაში, ასევე სააღდგომო ნობათი საჩუქარი უნდა მივართოთ ჩვენს დევნილებს. ეს ყველაფერი ხერხდება, კეთდება იმ თანხებით, რომლის აკუმულირება ხდება სოციალური სოლიდარობის AIP გვაქვს, ასეთი ქვია სოციალური სოლიდარობა და ეს ფონდი დგება ჩვენი დეპუტატებისა და თანამშრომლების ხელფასებისაგან, ყოველთვიური შენატანებისაგან. ასე რომ ჩვენ ამას წელიწადზე მეტია ვაკეთებთ და გავაგრძელებთ მომავალშიც.